მოგესალმებით კოლეგებო, კვორუმი გვაქვს. Საბამისად, შეგვიძლია დავიწყოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა. დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია გათვალისწინებული, ფრაქცია ქართული ოცნების მიერ ინიცირებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე სხვა თანამდებობ ცვლილებებთან ერთად თხოვ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობა. ბატონო ირაკლი, გთხოვთ რომ წარმოადგინოთ მესამე მოსმენით. მოგესალმებით კოლეგებო, მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, საქართველოს ორგანულ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს, კერძოდ გრანტების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. სადვარ მოხლობრივი განხილვისთვის. მადლობა. შესაბამისად დავიწყოთ პირველი კანონპროექტით. ეს არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი, მუხლობრივად გავყვეთ ბატონო ირაკლი. მხოლოდ რედაქციული ცვლილებები ბატონო თავმჯდომარე ასახავს. შინაარსის უცვლელად. დიახ. მუხლი 2, ამოქმედების ვადა ხომ არ არის შეცვლილი? ცვლილი სახით. კი ბატონო, გამოქვეყნების თანავე. კი ბატონო. შემდეგი კანონი გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. კი ბატონო, მხოლოდ რედაქციული ბატონო თავმჯდომარე. პირველ პუნქტშიც და მეორე შესაბამისად სხვა პუნქტებშიც, ხო? კი ბატონო. კარგით. მესამე მეორე მუხლი? მხოლოდ რედაქციული ცვლილებები. მესამე მუხლი? უცვლელი სახით. უცვლელი სახით. ასეც ამოგვეყნების თანავე. კი ბატონო. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი? მხოლოდ რედაქციული. მუხლი 2? უცვლელი. კი ბატონო. და ბოლო კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი პირველი? უცვლელი სახით. მუხლი მეორე? უცვლელი სახით. კი ბატონო. სწორად. კოლეგებო, შენიშნები მოსაზრებები გვაქვს? ასეთი არ არის. გთხოვთ დავზარდეთ ბატონო ირაკლი. მადლობთ. მადლობა. ჩვენ განვიხილეთ მესამე მოსმენით წარმოდგენილი ინიციატივა, შესაბამისად დავაყენოთ თქვენი ცხრაზე, ვინ არის მომხრე. ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული. მადლობა. შეგვიძლია გადავინაცვლოთ უკვე მრავალ სტომათა დარბაზში კოლეგებო. სტომა დახურულია.